ჩემი პრეზენტაცია მინდა ერთი ძალიან საინტერესო მონაცემით დავიწყო. დამოუკიდებელ საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანია დაბადებული, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენთ ჩვენ ახალგაზრდები, რომლებიც ფაქტობრივად სრულიად გარიყულები ვართ პროცესებიდან და სურვილისგან მიუხედავად ვერ ვიღებთ აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის განვითარებაში. სახელმწიფოს მომავლისთვის კი აუცილებელია პოზიტიური ცვლილებები, რაზედაც ვფიქრობთ დიდი პასუხისმგებლობა სწორედაც ჩვენ თავისუფალ საქართველოში დაბადებულ პირველ თაობებს გვეკისრება, რადგან ჩვენ გვაქვს სურვილი და мотиваცია ჩავერთოთ საზოგადოებრივ პოლიტიკურ სივრცეში და აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანის პროცესში. საქართველოს განვითარების ფონდის ერთ-ერთ მთავარ სოციალურ პასუხისმგებლობად სწორედ ახალი თაობისთვის გზის გახსნა და მათი ხელშეწყობა იქნება. საზოგადოებრივი პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახალი ხედვები, ახალი სახეები და წმენა იმისა, რომ მიუხედავად დიდი იმედგაცრუებისა, ჯერ კიდევ არის შანსი წარმატებისა და ამიტომ ყველაფერი წინ გვაქვს. ჩვენ იმ საქართველოში ვიზრდებოდით, სადაც პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირება უკიდურესად იყო გამწვავებული და სამწუხაროდ დღესაც ასე რჩება. ახალგაზრდობაში არსებული პრობლემები წლიდან წლამდე უფრო იზრდება და მათი მასშტაბი ქართული სახელმწიფოს მომავალ სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამ დროს თითოეული ჩვენგანი სურვილია შემოვაბრუნოთ არსებული ვითარება უკეთესობისკენ და ვიცხოვროთ ძლიერ და თავმოყარე ქვეყანაში, რისთვისაც მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ. შეუძლებელია ვისაუბროთ ახალგაზრდობაზე და არ ვახსენოთ სტუდენტების და ზოგადად განათლების სისტემაში არსებული პრობლემები. ბოლო მონაცემებით სამწუხაროდ ქვეყანაში 30,000-ზე მეტი სტატუს შეჩერებული სტუდენტია. უმაღლესი განათლების კომპონენტში საქართველო 97 ადგილზეა და ჩამორჩებით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ზამბია და ალბანეთი. 15 წლამდე ასაკის მოზარდებში წაკითხulis გააზრდების მარჩვენებლით ჩამორჩებით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ინდონეზია და ვენესუელა. მათემატიკური უნარებისა და საბუნებისმეტყველო საგნების მარჩვენებლით კი ყაზახეთს, ურუგვაისა და ალბანეთს. თუ განათლების პოლიტიკის მიმართ გაგრძელდა იგივე დამოკიდებულება და არ გატარდა ძირეული რეფორმები ამ მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის მომავალზე საუბარი შეუძლებელი იქნება. ცნობისთვის, თუ მაგალითად ესტონეთში განათლების ბიუჯეტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 6.9%-ია, ჩვენთან ეს პროცენტი მხოლოდ 2%-მდე მერყეობს. საუბრობთ ახალგაზრდობაზე იმ ქვეყანაში, სადაც ვერა და ვერ მივიღეთ კანონი ახალგაზრდობის შესახებ. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ბიუჯეტი კი მაგალითად 8-ჯერ ჩამორჩება ჩვენი მეზობელი ქვეყნის მსგავსი ფონდების ბიუჯეტს. თუ ახალგაზრდობა არ იქცა ქვეყანაში პრიორიტეტი და სახელმწიფოს არ ექნა შემუშავებული გონივრული პოლიტიკა ამ მიმართულებით, მაშინ ჩვენ ხვალაც არ გვეყოლება სამოქალაქო საზოგადოება, კიდევ უფრო გაღრმავდება ქვეყანაში არსებული კრიზისი და მძიმე შედეგების დადგომა გარდაუვალი იქნება. მაშინ როდესაც სახელმწიფოს კვალიფიციური კადრების დეფიციტი აქვს და ქვეყანაში იფიტება ინტელექტუალური რესურსი, არ უნდა დაუშვათ ინტელექტის გადინების პროცესის გაღრმავება. ახალგაზრდებს უნდა მოგვეცეს საშუალება ქვეყანაში რეალიზების და განვითარების. გვინდა აფხაზ და ოს ძმებთან ურთიერთობის მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა. ვფიქრობთ, ახალგაზრდების ჩართულობის გარეშე ამ პროცესში წარმატების მიღწევა შეუძლებელია, რადგან ჩვენ გვაქვს რესურსი ხელი შეუწყოთ თაობათა შორის დიალოგს და ურთიერთობების აღდგენას. სწორედ ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მიზნით ფონდი გეგმავს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში შეხვედრა სემინარების გამართვას და ინტენსიურ კავშირს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. ჩვენ შევეცდებით შევავსოთ ის საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებაში. ეს იქნება ახალგაზრდებისთვის კარგი შესაძლებლობა ჩავერთოთ პროცესებში. სადისკუსიო ფორმატში ვიმსჯელებთ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე, ადგილობრივი თვითმმართველობების სწორ ფუნქციონირებასა და ქვეყნის მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, რომლის შემდეგაც ყველა მუნიციპალიტეტში ხელს შევუწყობთ მონიტორინგის საბჭოების დაფუძნებას და მათ სამოქალაქო აქტიურობას, რომლების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ საზოგადოებრივი მონიტორინგის ფუნქციას შეასრულებენ. ამ ყველაფრის შემდეგ კი დავდებთ საქართველოს განვითარების საზოგადოებრივ ხედვას. სწორედ ჩვენ პროფესიონალ და გამოცდილ ადამიანებთან ერთად ვფიქრობთ, გვეკისრება პასუხისმგებლობა შემოვაბრუნოთ პროცესები უკეთესობისკენ და სწორად განსაზღვროთ ის სახელმწიფოებრივი პრიორიტეტები, რომლებიც წარმატებას მოგვიტანს ჩვენ და ჩვენს ქვეყანას. ვფიქრობთ, დროა ევოლუციის და არა რევოლუციის, დროა პრინციპული მიდგომების და დროა საქართველოს განვითარების. მადლობთ.